გერმანიაში ქართველი ემიგრანტი 23 წლის ბესო მამულაშვილი დაიღუპა. ტრაგედია მიუხედავად ახლოს ტბაზე დატრიალდა. ახლობლების ინფორმაციით მამულაშვილი მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა, როდესაც საბანაოდ ტბაში შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. მათივე თქმით, მამულაშვილი სპორტსმენი იყო და კარგად ცურავდა. ვარაუდობენ, რომ მას მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით ქუქჩიშვილი დაიღუპა. სერჟანტი ქუქჩიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ მეორე ხარისხის საბრძოლო ორდენით ორჯერ იყო დაჯილდოებული. 50 წლის დავით ქუქჩიშვილი დონბასში ოკუპანტების წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძოდა. ანექსირებულ ყირიმში ქალაქ საქში თბოელექტროსადგური იწვის. იაროსლავსა და კრასნოდარში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. რუსები კი ისევ ბენზინის მრავალ კილომეტრიან რიგებში დგანან. უკრაინამ ოკუპანტ ქვეყანას გასულ ღამესაც შეუდია. სამიზნე ამჯერადაც ომის მთავარი წყარო ენერგოობიექტები იყო. მასირებული თავდასხმა საღამოდან დაიწყო, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიმართულებით 400-მდე დრონი გაუშვეს. ვენესუელაში მიწისძვრიდან მესამე დღეს მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და ახალშობილი ცოცხალი ამოიყვანეს. 18 დღის ჩვილმა 30 საათზე მეტი ნანგრევებში გაატარა. დედაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. დამანგრეველი მიწისძვრით დაღუპულთა რიცხვი ვენესუელაში 1400-ს აჭარბებს. დაშავებულია ათასობით ადამიანი და ამდენივე დაკარგულად ითვლება.